მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას. მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა ყველას, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, ვინც მიკომენტარებს, მილაიქებს და ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს, გამოიწეროთ ჩემო ძვირფასებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არხის განვითარებისთვის და ასევე ენერგიების გაცვლისთვის. მინდა შემოგთავაზოთ ახლა გაშლა, რომელიც ეხება თემას პაუზა თუ დასასრული. ნახოთ, ჩემო ძვირფასებო, გავაკეთე პოზიციებით. იფიქრეთ თქვენს ურთიერთობაზე, თქვენს პარტნიორზე, თქვენს თავზე და ნახოთ რას გვიჩვენებს კარტი, ხო? მომზადებული მაქვს როგორც უკვე გითხარით კითხვები და ამ კითხვების მიხედვით ცოტა რომ გავაკეთოთ პოზიციებით გაშლა. მაშინ ნახოთ პირველი არკანის მიხედვით თქვენ მიხვდებით რამდენად თქვენია ეს გაშლა, ამიტომ იყავით ყურადღებით ჩემო ძვირფასებო და დავიწყოთ. პირველი არკანი რა მდგომარეობაშია ამჟამად კავშირი, ხო, თქვენი ურთიერთობა. შემდეგი კითხვა, რა ძირითადი მიზეზი, რა არის ძირითადი მიზეზი იმ სიტუაციის, რომელშიც იმყოფებით, ანუ პაუზის, თუ პაუზის დისტანციის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი, ხო, რა არის? შემდეგ, რა გრძნობა და განზრახვა აქვს ამჟამად თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, ანუ თქვენს პარტნიორს, ხო, რა გრძნობა ან განზრახვა აქვს? შემდეგ, რა არის მისი ქცევისა და გადაწყვეტილების ფარული მოტივი? ფარული მოტივი რა არის? რას მოიტანს? უახლოეს მომავალში ეს დინამიკა, ანუ ეს პაუზა გაგრძელდება, მოიხსნება თუ დამთავრდება? ნახოთ შემდეგი კითხვა, ასე. და შემდეგი კითხვა იყოს საბოლოო შედეგი, ხო, მოსალოდნელია თუ არა დაბრუნება ურთიერთობის თუ მოსალოდნელია დასასრული. ნახოთ რას გვიჩვენებს ეს ბოლო კარტი, მოდი იყოს აი აქ, ცალკე. ბოლოს გავხსნით მაშინ იყოს აქ. მაშინ ნახოთ, პირველი არკანი. ამჟამინდელი ენერგია ურთიერთობის რა მდგომარეობაშია. როგორ გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია უყურებდეთ ისეთი წყვილები, ისეთ ურთიერთობაში მყოფი პირები, რომლებსაც ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა. შეიძლება თქვას, რომ ან არის ახალი ნაცნობობა, ან არის რაღაც ფლირტი, ნახეთ, თასის პაჟი მყავს კიდევ. ანუ მოკლედ ურთიერთობა, რომელიც არის ახალი დაწყებული. ახალი მუხტი, რაღაც სიახლეა შემოსული თქვენს ცხოვრებაში. კი, არის შესაძლებელია ინტერნეტ კომუნიკაცია. მე აქ არ მიჩვენებს იმას, რომ რაიმე თქვენს ურთიერთობაში რაღაც ისეთი ძიმე რაღაც უსიამოვნება, რაღაც კონფლიქტური სიტუაცია და ესეთი გაურკვევლობაში ხართ, ხო? აქ არის ახალი ნაცნობობა, რომელიც კი, ტუზი პენტაკლის ისევ ამოვიდა და მიდასტურა. საუბარი გვექნება დღეს ურთიერთობაზე, რომელიც არის ახალი დაწყებული. ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია არ არის გამორიცხული წარსულშიც ჰქონდათ ურთიერთობა, ანუ ნაცნობობა, შეიძლება იყო რაღაც გარკვეული პერიოდი იცნობდით პიროვნებას, მაგრამ ეს ურთიერთობა რაღაც ფლირტი არის დაწყებული ახალი, ანუ როდესაც მოგწონს, შესაძლებელია ადრე სხვანაირი თვალით უყურებდით, ხო, სხვა დამოკიდებულება გქონდათ, მაგრამ შემდეგ რაღაც გრძნობა გაჩნდა და აი სწორედ ის ეტაპია, ახლა როდესაც არის რაღაც ახალი საწყისი გრძნობის და ემოციის, ერთი სიტყვით, ახალდაწყებულ ურთიერთობაზე, ახალ ნაცნობობაზე, რომელიც შესაძლებელია მიმდინარეობს ამ მომენტისთვის მიმოწერის სახით, შესაძლებელია იყოს შეხვედრა პაემანიც, მაგრამ აქ არ მიჩვენებს იმას, რომ რაღაც დიდხნიანი ურთიერთობა და უკვე ეს მე მგონი მივხვდით რისი თქმაც მინდა. აი ასეთ ურთიერთობაზე გვექნება ჯერჯერობით საუბარი ამ მომენტისთვის ურთიერთობის ამჟამინდელი ასე ვთქვათ ენერგია ასეთია. გადავიდეთ მეორე კითხვაზე, რა არის ძირითადი მიზეზი იმ სიტუაციის, ან პაუზის, ან დისტანციის, რომელიც ამჟამად არის, ხო? ნახეთ, ამოვიდა სამიანი ხმალი, ჩემო ძვირფასებო. თუ ამ მომენტისთვის თქვენს პარტნიორთან გაქვთ რაღაც იმ პიროვნებასთან, ხო, ვისთანაც რაღაც პაუზა, შესაძლებელია ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ერთ-ერთი მხარე, რომელიმე ან თქვენ, ან თქვენი თქვენს
მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას წარსულში ჰქონდა რაღაც ძალიან დიდი გულის ტკენა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული, ჯერ კიდევ არ არის დავიწყებული, ხო? შესაძლებელია იყო რაღაც ღალატი ურთიერთობაში, გაურკვევლობა, კი წარსულთან, წარსული ტკივილი, შემოძვირფასებო. წარსული ტკივილი, როდესაც ბოლომდე არ არის მოშუშებული, ბოლომდე არ არის ის ტკივილი დაწყებული და რაღაცნაირად ადამიანს, პიროვნებას უჭირს ახლის მიღება, ახალში წასვლა, ახალ ურთიერთობაში წასვლა და განვითარება. პიროვნებას, არ ვიცი რომელ მხარეს არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ეს ტკივილი გადაიტანეთ თქვენს, ან თქვენმა ჩაფიქრებულმა პიროვნებამ და სწორედ მიზეზი იმის, რომ პიროვნება შესაძლებელია ურთიერთობაში ან ამ მომენტისთვის ან დისტანციას იკავებს, ან არ ჩქარობს ურთიერთობის განვითარებას, ან თქვენ არ ჩქარობთ შემოძვირფასებო ერთი სიტყვით, აქ არის მიზეზი წარსულის ტკივილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოშუშებული, ხო, ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ხართ და არ იცით რა იქნება მომავალში და შესაძლებელია გეშინიათ, ხო, აქ შიშია იმის, რომ რაღაც არ განმეორდეს ძველი სცენარი. რა გრძნობა და განზრახვა აქვს ამჟამად მეორე მხარეს, ვნახოთ რა გრძნობა ან განზრახვა აქვს მეორე მხარეს თქვენთან მიმართებაში. ნახეთ, შემოძვირფასებო, მეორე მხარეს, ანუ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ყველაფერი იქნება ეს ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტისთვის რაღაცნაირად წარმატებული იქნება, ხო? წარმატებული იქნება, ან მოუტანს რაღაც ყოველ შემთხვევისთვის გრძნობა და განზრახვა აქვს იმის, რომ იყოს წარმატებული, მაგრამ ასევე დავაზუსტებ, მოდი, ხო, რომ დაბალანსდება რაღაცნაირად და მოუტანს სიმშვიდის განცდა ექნება, ხო, რაღაცნაირად თითქოს პიროვნებას არ სურს რაღაცნაირად, რომ წარსული განმეორდეს, რაღაც შეცდომა დაუშვას, თითქოს ბეცარი, მინდობილი და იმის იმედი აქვს და იმის განცდა, რომ აი დრო თავისით დაალაგებს ყველაფერს, ხო, დრო თავისით ახალ პერსპექტივებს, ახალ შანსებს დრო აჩვენებს ერთი სიტყვით, როგორ განვითარდება. მოდი ვნახოთ რაღაც მომენტს ელოდება ერთი სიტყვით, როგორ დატრიალდება ეს ბორბალი, მისი როგორ გითხრათ, იცით, ფორტუნას ბორბალი, ხო, არის ცვალებადობის არკანი, ხო? ცვალებადობა და როგორ გითხრათ, იცით, მას იმედი აქვს, რომ რაღაცნაირად დინებას მიყვება და დრო თავისით აჩვენებს ერთი სიტყვით პერსპექტივას. შემდეგი კითხვა, რა არის მისი ქცევითა და გადაწყვეტილების ფარული მოტივი? ნახეთ, ამოვიდა როგორც კვერთხის მეფე. მას სურს, რომ კვერთხის მეფე არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს თავისი პრინციპებით, ხო? აქვს რაღაც თავისი მიზნები, თავისი რაღაც გადაწყვეტილებები და აი ამას მიყვება, ხო? თავის და სხვათა შორის შედეგს ყოველთვის აღწევს. მისი მოტივი არის, როგორ გითხრათ, იცით, კი უნდა რომ იყოს ლიდერი ამ ურთიერთობაში, და თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ხო? თვითონ გადაწყვიტოს და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მისი ფარული მოტივი და ქცევის, როგორ გითხრათ, იცით, მისი ქცევა, კი, ფარული მოტივი, ფარული თუ ღია მოტივი, არ ვიცი, მაგრამ აქვს მოტივი, მოტივირებულია პიროვნება, 4-იანი კვერთხი ამოვიდა, რომ შეხვედრა და ეს ურთიერთობა, რომელიც თქვენთან არის, იყოს სტაბილური, შემოძვირფასებო, ხო? სტაბილური იყოს და პიროვნებას კი, ანუ სუბუქი ურთიერთობა არ უნდა, ანუ როგორ გითხრათ, იცით, არ უნდა ის, რომ წარსულში რაღაც მძიმე გაკვეთილი გამოიარა ამ პიროვნებამ, წარსულში მას ჰქონდა რაღაც შესაძლებელია ესეთი მსუბუქი, რაღაც ისეთი დაუფიქრებელი, შეიძლება ითქვას თავგადასავალი, რომელმაც ნახეთ, დასტის წირზე 10-იანი მაქვს, ცუდად დასრულდა, ხო, მძიმედ დასრულდა და რაღაცნაირად პიროვნებას სურს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია თქვენთან ახალი დაწყებულია, იყოს სტაბილური და აღარ დაუშვას ის შეცდომა, აღარ განმეორდეს ურთიერთობაში ის ტკივილი, რომელიც განიცადა, ხო, რომელიმე ერთ-ერთმა მხარემ ერთი სიტყვით და
აი ამის გამო შეიძლება ეს პიროვნება მინდობილია ერთი სიტყვით ბედის ბორბალს და დინამიკას როგორ განვითარდება კი წარსულში ამ პიროვნებას ძალიან დიდი გულისწყენა აქვს გადატანილი და მას სურს რომ ურთიერთობა იყოს სტაბილური და არა ისეთი რომელიც მალე სრულდება, როდესაც რაღაც მალე მთავრდება. რას მოიტანს უახლოეს მომავალში ეს დინამიკა, რას მოიტანს? ანუ პაუზა გაგრძელდება, მოიხსნება თუ დამთავრდება. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს პაუზა მოიხსნება ჯერჯერობით ასეთი დინამიკა შენარჩუნდება, პიროვნება არ ჩქარობს ერთი სიტყვით აქ რაღაც განვითარებას. იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, არის აქ ურთიერთობაში წარსული გულის ტკივილი და ეს პაუზა, რომელიც ამ მომენტისთვის თქვენ შორის არსებობს, ის დინამიკა რაც არის, შენარჩუნდება, შემოძვრფასება, ანუ განვითარებას აქ არ მიჩვენებს, განვითარება აქ არ ექნება. და ვნახოთ საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი მინდა გითხრათ მზის არკანი ამოვიდა. მზის არკანი რას იმეგვარნიშნებს? ნახეთ ჩემო კარგებო, მზის არკანი. საბოლოო დინამიკა ის იქნება, რომ პენტაკლის მეფედ ამოვიდა პიროვნება, რომელზეც ფიქრობს, საბოლოოდ ფიქრობ, რომ აიღებს გადაწყვეტილებას, აიღებს პასუხისმგებლობას და იმოქმედებს ისე, რომ სტაბილურობისკენ წაიყვანს ურთიერთობა სტაბილურობისკენ და პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე. პიროვნება რაღაც პერსპექტივა არის აქ იმის, რომ ეს ურთიერთობა საბოლოოდ რაღაცნაირად დაბრუნდეს ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ ფაზას, როდესაც ყველაფერი იქნება გარკვეული და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა ერთი სიტყვით შემოგარგებო. აქ ასეთი დინამიკა, როგორც ჩანს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ურთიერთობაში, რომელშიც ამ მომენტისთვის შესაძლოა იყოს პაუზა, პიროვნება აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე, დასდის სირსეთ, ნახეთ ძალის არკანი, მოიგრებს ძალას ენერგიას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. ასეთი იყო, ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს გაარკვევს ერთი სიტყვით. ასეთი იყო ეს გაშლა, მადლობას მოგახსენებთ, ძალიან მაინტერესებს გამომეხმაურეთ, დამიტოვეთ კომენტარები, როგორ რეზონირდა თქვენთან, მადლობა და ნახვამდის.